უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამომშვიდობის მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ჩვენ შევიკრიბეთ ისევ რომ ვისაუბროთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა და რასაკვირველია ავანსცენა ყოველთვის აქტიურად აშუქებს რეგიონალური თეატრის წარმატებებს და ჩვენ წინა გადაცემაში მოგახსენეთ რომ საგასტროლო თბილისში იმყოფებოდა ბათუმის დრამატული თეატრი, ჩამოტანილი ჰქონდათ მაკბეტი, თუმცა ასევე მეორე სპექტაკლიც ითამაშეს, ქორწინება გოგოლის პიესის მიხედვით და მე ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენთან სტუმრად არის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ანდრო ენუქიძე და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ლეძი მაკბეტის როლის შემსრულებელი თათია თათარაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. პირველ რიგში გილოცავთ წარმატებულ პრემიერას და მოდი ვისარგებლოთ დღევანდელი დღით და დავადების დღე მივულოცოთ არის ძალიან გაუფასურდა სიტყვა არაჩვეულებრივი, გენიალური, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის თემურ ჩხეიძეს და როგორც ვიცი ახლა ბათუმში თამაშობს სპექტაკლს. კი ბატონო, ეს არის ჩვენი სიამაყის საგანი რომ ესე იგი 70-ის მერე რომ პირველ წელიწადს ახურდავებ, აი იმ პირველ წელიწადს ბატონი თემური ჩვენ თეატრში ამ საღამოს მიმდინარეობს კრონხორმის მეთოდის ჩვენება ჩვენ სპექტაკლში, რამდენიც მე ვიცი შემატყობინეს ანშლაგია სრული და მობილიზებულია მთელი ბათუმი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო და ჩვენც აქედან შევუთვლით ბატონ თემურს დაეგრძელებას, ჯანმრთელობას და თქვენის მსგავსად არანაირ ეპითეტს არ მოერიდებ, მით უფრო რომ არ შეიძლება მეყო ბატონი თემურის მიმართ ობიექტური, მე უნდა ვიყო სუბიექტური, იმიტომ რომ ისი სტუდენტი ვარ. კი, ნამდვილად და აბსოლუტურად გიერთდებით, მით უფრო უნდა ვთქვა რომ ბათუმელ მაყურებელს დიდი სიამოვნება ელოდებათ. ნამდვილად. სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ სპექტაკლზე საუბარს, მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იმ ძალიან რთული სიტუაციის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ თელმა საქართველოს და იურიდიულ სტრუქტურებშიც კი გახდა ცნობილი, არ მეგონა თუ რამენაირად შეიძლებოდა რომ თეატრის სიტუაცია დარეგულირებულიყო ბათუმის დრამატულ თეატრში და რაღაცა ეგრეთ წოდებული კოჰაბიტირებული სპექტაკლი ვნახეთ ჩვენ, სადაც ორივე დასის წარმომადგენლები, დასის ორივე გახლეჩილი მხარის წარმომადგენლები თამაშობენ და რაღაცა ერთ ჯგუფად არიან შეკრულები, როგორ იყო სიყვეს ადრე. როგორ მოახერხეთ ეს და როგორ გამოგივიდათ? ნუ არაფერი ჩემო ბატონო. მხოლოდ მუშაობა, მხოლოდ ღირსეული ამოცანები, დასმული დასწინაში და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის, იმიტომ რომ აი როცა ყველანი გამოვიდნენ სცენაზე სამუშაოდ, ის კონფლიქტი გაქრა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. საერთოდ მე მეჩვენება რომ ყოველი ის რაც მოხდა ამ თეატრში ძალიან დიდ გაუგებრობას შეიძლება შევრაცხოთ, მონათლოთ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რომ ამ თეატრში ძალიან კაი სპექტაკლები იყო, ამ თეატრი ცხოვრობდა ძალიან საინტერესო თეატრალური ცხოვრებით, მათ შორის საერთაშორისო ცხოვრებით იყო ძალიან საინტერესო მიღწევები, მაგრამ რაღაც აი ბჭყალებში ვთქვათ, რაღაც მოხდა. ეთყობა ეს რაღაც ყველა მიკმარა და აბსოლუტურად ჯანსაღად, აბსოლუტურად როგორ გითხრათ, ისე როგორც ევალება პროფესიონალს. მე მართლაც მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. უბრალოდ მოხდა ის, რომ ჩვენ მე მგონია ეს პრაქტიკულად მოვახერხეთ, დავაკავეთ სრული შემადგენლობა დასის სამი კაცის გამოკლებით, ყველა იყო დაკავებული, ყველა შრომობდა და შეგნებულად გაკეთდა ის, რომ ქორწინებაშიც და რომლის რეჟისორი, შესანიშნავი ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა როზია იყო და მასაც ოდნავ მეტი მოთმინების ალბათ ასე ვთქვათ რაღაცა გამოყენება დაჭირდა. მეც რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში ყველა იდგა პროფესიული უმაღლესი კატეგორიების მოთხოვნების სიმაღლეს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება რომ ამ თეატრში მოვიდნენ და დადგან სპექტაკლები და მათი სკოლაა პროფესიონალ არტისტებთან მუშაობა. ასე სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ სპექტაკლზე საუბარს, უნდა ვუთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენ არ გვითქვამს ამ სამწუხარო ინფორმაციის შესახებ, რომ არ შეიძლება დღეს ვისაუბროთ ბათუმის დრამატულ თეატრზე და არ ვახსენოთ არაჩვეულებრივი მსახიობი იური ცანავა, რომელმაც მრავალი ათწლეული შელია ბათუმის თეატრს, ბათუმელ მაყურებელს, კინოს და სწორედ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა იგი. კი ბატონო, დიდი დარტყმა ბათუმის თეატრისთვის და არა მარტო ქართულ თეატრი ხო ოჯახი, ამ ოჯახში ძალიან დიდი დანაკლისია. მე ვფიქრობ, რომ
იმ რანგის და კატეგორიის არტისტი დაკარგა ქართულმა თეატრმა, რომელიც აი ამ ზეცურდაში კიდე არაერთ სპექტაკლს ითამაშა. ნამდვილად და მე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ პერსონა არიან მსახიობები და არიან არტისტები, პერსონები, რომლებიც რაღაც თავის მოქალაქეობრივით, კაცობით გამოირჩევიან. აი თუ კი ვინმე გამოირჩეოდა ბათუმის თეატრში, ერთ-ერთი უპირველესი იყო ბადუნიური. მე მიხარია და მეამაყება, რომ მას ვიცნობდი და ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო ახალგაზრდების და თეატრის მომავლისა, რომელსაც მოესწრო იმ წარმატებას, ასაც ერქვა მაკბეტი, რომელსაც უკვე შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. ამას წინათ რაღაცაზე დაწერა მომიწია და მაკბეტიზაცია მოხდა ქართული თეატრისა თქო, იმიტომ რომ დაიწყო, ამბობენ რომ დაწყევლილი პიესაა და ვინც ამას დადგას და რაღაცა, მაგრამ ქართული თეატრისთვის რაღაცა პირუკულ გამოდგა, იმიტომ რომ მაინც ყველაზე გამორჩეული პირველი იყო სტურუასეული მაკბეტი, სადაც საოცარი რეჟისორული ხედვა იყო. მე დღემდე მახსოვს ჩემი ბავშვური ემოცია პირველი სცენისა ეს გოგე გეჩკორი გურამ საღარაძე და ჯამალ ღაღანიძის ალკაჩევი და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან რთული იყო, მე პაუზა იყო და მაკბეტის დადგმა და სრულად ახლებური ინტერპრეტაცია, რაღაცა საინტერესო ხედვა, საინტერესო იგივეც და სხვა დეტალების წარმოჩინება, რაც ძალიან საინტერესოდ მოხდა და მე გილოცავთ კიდევ ერთხელ გულწრფელად, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან რთულია, ჩვენ სიტყვა არ გვიყვარს რეგიონალური, პროვინციული, აფრავითარ შემთხვევაში, მაგრამ სადაც რაღაცა დასი შეიძლება არ იყოს ბოლომდე ისეთი, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ და სანიმუშო, მაგრამ აი ამ პირობებში რომ შეიქმნა ესეთი ძალიან საინტერესო სპექტაკლი, რომელზეც არაერთი რეცენზია დაიწერა. რატო გადაწყვიტეთ, რომ პირველი სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში სწორედ ეს პიესა გაგენაწილებინათ? ნუ ზუსტად ვიცოდი რომ ეს უნდა ყოფილიყო კლასიკა, იმიტომ რომ მაყურებელიც იყო მოწყურებული ბათუმში შექსპირს. კაი ხანი არ ყოფილა ამ რანგის განაცხადი და საერთოდ ვნებოვნებით უნდა ჩაახშო, ეს არის ნორმალური დიალექტიკური კანონი. მაკბეტი ამ თვალსაზრისით იყო, ნუ როგორ გითხრათ, ზედ გამოწერილი ჩვენს, ასე ვთქვათ. ხო, იმიტომ რომ ნაწილდებოდა, იმიტომ რომ შექსპირის ის პიესაა, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ აჟღერებულიყო ჩვენი თეატრის სცენაზე, ჩვენი დასის, ასე ვთქვათ, პარამეტრების გათვალისწინებით. ეს არ იყო იოლი არჩევანი, აგერ ქალტონ თათიასას და აგერ მე თვითონ გვეშინოდა რაღაც დაგიმალოთ ამ პიესაზე ხელის მოკიდება, მაგრამ 10 წლის წინ დადგმული მაქვს თურქეთში, მათ შემდეგ ცოცხალი ვარ და კიდევ ერთხელ გავბედე. ასე რომ წხედვა არ გახსნა. ჯერჯერობით აღერთით, ღმერთით. თითქოს ის ხედვაც, როდესაც სცენაზე პირით პარტერისკენ ჩვენ ვხედავთ მაყურებელი, ვიყურებით რაღაცა არის თეატრონები, ჩვენ ინტერპრეტაციებს ვეცებთ ხოლმე და მე ყოველთვის ვაკვირდებ მე რეჟისორი ამაზე რას ამბობს, იმიტომ რომ ზოგს არც უფიქრია და თურმე ჩვენ გამოვიგონით. არა, ჩვენ ვიფიქრია. რაღაცა განცდა არის იმისაც თითქოს რომ ამ ყველაფერში ჩვენც ვართ გარეულები და უკნიდან უყურებთ რაღაცა დამთხალი პოზიციიდან. ძალიან საინტერესო ნიუანსები იყო, რომელიც პიესაში შეიძლება წაკითხვის დროს არ გეფიქრა, რომ აი ეს კუთხე შექსპირის გენიალობაც ალბათ ამაში მდებარეობს. თათიას მინდა ვკითხო, აი რთულია ეს ლედი მაკბეტის უკვე რომ ამ რეპერტუარში მსახიობი ქალბატონები თავიანთ რეპერტუარს, როდესაც იწყებენ ჩამოთვლას 80 წლის საიუბილეო საღამოებზე, იწყებენ რომ ლედი მაკბეტი აქვს ნათამაშები. აი როგორ იყო შენთვის პროცესი? ნამდვილად პირველ რიგში მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელს, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის ეთერში. ნამდვილად ნიკა ადვილი არ ყოფილა, როდესაც მოდი თავიდან დავიწყებ, როდესაც გავიგე რომ ეს როლი ლედი მაკბეტი მე მხვდა წილად, აი არ ვიცი, მართლა შოკირებული ვიყავ, იმიტომ რომ ალბათ ყველა არტისტის ოცნება პირველ რიგში შექსპირის თამაში და მით უმეტეს ლედი მაკბეტი, არ ვიცი, ალბათ მართლა ვერც ვიოცნებებდი ვერასდროს და სადღაც ალბათ გადამალულ ფიქრში ჩემთვის ჩუმად მქონდა და დღეს მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მე არასოდეს არ მithქვამს ბატონი ანდროსთვის მადლობა, თუნდაც იმისთვის რომ ამხელა როლი მანდო. ეს არ არის ალბათ ადვილი გადასაწყვეტი, რომ თუ არ არის ადვილი მსახიობისთვის თამაში, არც რეჟისორისთვის არ არის ესეთი მარტივი გადაწყვეტა, რომ ამხელა როლი ანდო მსახიობს და ნამდვილად დიდი მადლობა ბატონო ანდრო, რომ ამხელა ჯერ სადახარ ქალტონ თათია კიდე გათამაშე. აკავარ და ბატონო თქვენთან ვარ. რო გითხრას რომ ადვილი იყო მეთქი არ დამიჯერებთ, რა თქმა უნდა, იყო რთული, უნდა ყოფილიყო კიდეც რთული, მაგრამ დახმარებით ბატონი ანდროსი, ჩემი კოლეგების, რა თქმა უნდა, მე მგონი გამოვიდა.
რა თქმა უნდა, ნამდვილად გამოვიდა, იმიტომ რომ თუნდაც ის აბაზანის სცენა, როდესაც სცენაზე შემოდის აბაზანაში ჩაწოლილი ლედი მაკბეთი და ის ბოლო საფინალო სცენა, უნდა ვთქვა, რომ რაღაც ძალიან ეფექტურია და არტისტული ოსტატობის ძალიან მნიშვნელოვან ხერხებს მოითხოვს, რაც ჩემ მშვენივრად გამოგივიდა. აი და ეს და თეატრონდე სინქრონში გაქებდა, მეტი რა გავაკეთო. მეც ვაფშე. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მართლა, ეს სცენა ჩემთვის იყო ისეთი როგორც კი დავიწყეთ პიესის კითხვა, სულ აი შიშით მივდიოდი ამ სცენამდე და ბატონ ანდროს კიდეც უთხარი, რომ ბატონ ანდრო აი რომ სხვა სცენებს როცა ვაკეთებდით, თავში რა სცენებიც იყო, სულ ვემნობოდი სიგიჟის სცენა ჯერ არა, სულ მინდოდა რომ აქამდე მივსულიყავი და ერთ დღესაც როცა მითხრა ბატონმა ანდრომ, რომ დღეს საღამოს მოიმზადე სიგიჟის სცენას ვაკეთებთ, აი ეს სუნთქვა შემეკრა, ნუ გეშინია, ვკითხულობთ. ეს ბატონ ანდროს ეხერხება ისე შემოგაპარებს, რომ მე შემგონია, რომ ეს ყველაფერი მარტივად ხდება სინამდვილეში, ის გეხმარება ამ ყველაფერში, რომ მარტივად გადალახო და შემობძანდა და ითამაშა. მართლა. უნიჭერესი გოგო. მე კიდევ ერთხელ დიდებდი. იფიქრა და მოემზადა და ხო, სულ მინდოდა რომ აქამდე მივსულიყავ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხი საერთოდ ამ ქალის პიროვნების, რატო, რამ გააგიჟა ეს ქალი. აი აქ არის ზუსტად პასუხი. მე ვფიქრობ და მინდოდა რომ იქამდე მივსულიყავ. ამისათვის აუცილებელი ვფიქრობ შალვა გაწერელია იმ წლების განმავლობაში გეხმარებოდა როცა შენ თეატრალურ ინსტიტუტში საუბრობ. ეს 4 წელი არის არ ვიცი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წლები. მე ბატონ შალვას მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. არ ვიცი, სულ ყოველთვის, ყოველ წამს, ყოველ წუთს არის ჩემს გვერდით, მაშინ როცა გავდივარ რეპეტიციას, როცა არ გავდივარ რეპეტიციას და სპექტაკლში ყოველთვის მაქვს ჩვევა, მამაო ჩვენას შემდეგ აუცილებლად ვამბობ მუმუ. ეს მაქვს ტრადიციად. მუმუ, შემისედმეთ სახელი. ჩვენ სულ ცოტა ხნით დაუთმოთ ახლა რეკლამას, თუ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ რადიო იმედი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას და ჩვენ საუბრობთ სპექტაკლზე, რომელიც ბათუმის დრამატულმა თეატრმა საგასტროლო ჩამოიტანა თბილისში და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ანდრო ენუქიძე და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი თათია თათარაშვილია ჩვენთან სტუმრად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ბატონო ანდრო, ძალიან რთულია ხოლმე და მტკივნეული სპექტაკლის ჩატანა სხვა სივრცეში, თუნდაც ერთი იგივე ქალაქში უბრალოდ ერთ-ერთი მეორე თეატრში თუ არის რთული კონსტრუქცია და აქ მთელი სპექტაკლი ფაქტობრივად აგებულია აი ამ სქემაზე, რომელიც საოცარი ოსტატობით სცენოგრაფის და რეჟისორის თანხვედრით, არ ვიცი, ის იატაკი, რომელიც მე თავზე ჩამოგვემხო და რაღაცა მეტაფორულ, რაღაც ტექნიკური სიახლეების სინთეზია, მოკლედ. აი ვის ეკუთვნის სცენოგრაფია, ამ ყველაფრის იდეა და შემოქმედები ჯგუფზე რომ ვისაუბროთ, კოსტუმები, მუსიკალური გაფორმება. დიახ, როცა მე ვახსენე, რომ ამ სპექტაკლის განხორციელება შესაძლებელი იყო ბათუმის თეატრში. მათ შორის გულისხმობდი გოგლა გოგიბერიძეს, ძალიან საინტერესო, ძალიან ნიჭიერი. საინტერესო და ნიჭიერი სიტუაცია არის. უბრალოდ მასტერია რა ამ სიტყვის ევროპული გაგებით მხარდაჭერას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავ, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო მოხდებოდა სცენაზე და მოხდა კიდევაც. გოგლა ის კაცია, რომელიც აი რაღაც მის თაობაში ალბათ უკვე მე დროშია ქართული სცენოგრაფიის და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ბატონ გოგლას მიმართ, გალაქტიონ გოგიბერიძის მიმართ. აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფში ყვანან გადასარევი ადამიანები, გამოცდილი მეგობრები, საქმეში მეგობრები, ბატონ კოტე ფურცელაძე, ქორეოგრაფი, ძალიან დაეხმარა სპექტაკლს. ბატონ შოთა სხირტლაძე, რომელიც თავისი სასცენო მოძრაობა ბრძოლის სცენები გაგვიკეთა. საკმაოდ ისეთი აქცენტია ამ იმაზე. რაც სუსტად გამოზიდ ხოლმე მსახიობებს და აქ რაღაცა იგრძნობოდა აშკარად ნამუშევარი. კი ბატონო. რა გითხრათ, ეს ყველაფერი შეიძლება მონათლო ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მხარდაჭერა. პრაქტიკულად ამ თეატრში ახალი ადამიანი არ შემოსულა, შემოვიდნენ გიორგი თავაძის მეგობრები, რომლებიც გვერდზე დაგვიდგნენ და აპირებენ ჩვენთან ერთად ყოფნას, დასთან ყოფნას. Никакого развода не произошло. Რუსები რო იტყვიან. ამდენად მე ვგრძნობ ამ მხარდაჭერას თბილისიდანაც და ნუ რა ვიცი ამას თემზე ნიკა შემხტა მემამიშვილი. აბა მითხარი უცებ დაგიწერო მუსიკას. ოღონდ მითხარიო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩემთვის, ჩვენთვის, მთლიანად კოლექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას ვუხდი მადლობას. ორი მადლობა მაქვს კიდე სათქმელი.
ჩვენ არ შეგვიძლია არ აღნიშნოთ ის, რომ ეს გასტროლებიც არ შედგებოდა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს არ დაეფინანსებინა ეს გასტროლები. არ შემიძლია არ თქვა მადლობა გრიბოედოვის თეატრს, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ, რომ მართლა იატაკი ავიდა ცაში, ხო? აი ამ იატაკის ასვლას ცაში დაჭირდა გრიბოედოვის თეატრის ტექპერსონალის 48 საათიანი მუშაობა. აქ მადლობა ბრტყელი და არაფრის თქვენი სიტყვა, ეს არის რაღაცა ძალიან გულის ამოჭრებელი და მართლა მაფიქრებს იმას, რომ არ არის ცარიელი ლიტონის სიტყვა ეს ფორმულა, რომ იცით რა, მართლა ერთი ოჯახი ვართ ქართული თეატრი. ეს მოხდა, ეს შედგა და თუ რამით ბედნიერი ვარ, მართლა ამით ვარ ბედნიერი და კიდე ბედნიერი ვარ იმით, რომ მაგალითად მანო ჩახშებაშიძე ამბობს თავის ინტერვიუში, რომ სულ მინდოდა ბატონო გრიბოედოვის თეატრში თამაშიო და ხო ვითამაშიო. ეს ოცნებაც ამიხდა. 84 წლის კაცის ასეთი ტექსტი, ბატონი ენვერის ასეთი ტექსტები, რასაც ამბობს ამ სპექტაკლთან დაკავშირებით, უფროსი თაობიდან, საშუალო თაობიდან, ზალიკო გოგოაძის მაგბეთის როლის შესრულებელის ფასდაუდებელი ენერგია, რომელიც მოიტანა და დადო სპექტაკლში და ოსტატობა, ჩემი უსაყვარლესი ალქაჯების, ტიტა კომახიძის, კეთი ეგუტიძის, თეო შამილაძის, რა ვიცი, მაგდაფია, ლენოქსია, რა ვიცი, დიდებულები არიან, იცით, რაღაცნაირად შოტლანდიის დიდებულები და მაგრამ ცხოვრების წესის შეცვლაც მოუწიათ იმისთვის, რომ ვთქვათ, მიიღოთ თუნდაც ის რეზულტატი, რა რეზულტატიც მიიღეს და რა ვიცი, დათო ჯაყელი, ეხა 21 კაცია სპექტაკლში და ვიღაცა აუცილებლად გამომრჩება. მე ალალ და გულწრფელ მადლობას ვუხდი აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ეს ცოტა სამოქალაქო აქტიც იყო, იცით, იმიტომ რომ რაღაცა აბსოლუტურად დაუმორჩილეს თავისი არსებობა ამ სპექტაკლს. და ეს რაღაცნაირად აი ამ დაუფასდათ, აი ასეთი დამოკიდებულებით სინთეზური ხელოვნება რომ შეერწყა. რა თქმა უნდა, ეს რაღაცნაირად დაუფასდათ, გნებავ დედაქალაქში, გნებავ დამოკიდებულებით მათ მიმართ. მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაბული სამაჩუყებელიც კი. უმთავრესი ნამდვილად ერთი დიდი თეატრალური ოჯახი ახსენეთ, ქართული ოჯახი, მაგრამ იმ ოჯახშიც არიან განსაკუთრებულად საყვარელი ოჯახის წევრები და ასეთი ბრძანდებით თქვენ და ამიტომ არის განწყობა და დამოკიდებულება თქვენი არ მიყვარს სიტყვა პროდუქტი, მაგრამ თქვენი ნაწარმისა თეატრალური სპექტაკლებისადმი ესეთ დამოკიდებულება ყველა თეატრში. მაყურებელი, აი როგორ მიიღო ბათუმში, ბათუმელმა მაყურებელმა და რამდენად აქტიურია მაყურებლის პრობლემა თუ არის, რომ რაღაცა სალაროზე თუ ნახევარი დარბაზი მაინც უდაოდ მაყურებლის პრობლემა არის, არანაირი გმირობა არ არის მაგბეთის შევსება, ეხლა ამდენად ასიან ქალაქში, სადაც 100,000-ზე მეტი ცხოვრობს, 100 კაციანი დარბაზი ალბათ უნდა ივსებოდეს. მინდა გითხრათ, რომ გვიჭირს კიდევაც ხან ამ 100 კაცის შევსება, მაგრამ ამას წინებზე მოვიდა უნივერსიტეტი ბათუმში. და იქვე მაყურებელმა მოითხოვა, ეხლა არსაით არ წავალთ, არ გვინდა სახში შეგვახედრეთ სასწრაფოდ არტისტებს. და ისეთი რაღაცები გვითხრეს, რომ ეს არის რაღაც შაბლონური, რაღაც შეხედა, დაწერილი ტექსტები მასწავლებლის აი რაღაცა ბავშვები იდნენ, ახალგაზრდები გიხდნენ და გულწრფელ და ალალ მადლობას გიხდიდნენ და რა ვიცი, როგორ შეიძლება ხა ამათვის არ იმუშაო. სამწუხაროდ დრო გარბის და მე არ მინდა ისე დაგემშვიდობოთ, რომ არ კითხოთ, აი რაც ელოდება, რაც პირდება უბრალოდ ბათუმის თეატრი, ბათუმელ და ქართულ ძალიან საინტერესო ეტაპზე ვიმყოფებით. ჩიტმა, ძალიან ლამაზმა კარგმა ჩიტმა მოგვიტანა ამბავი, რომ იწყება ჩვენი ძირითადი შენობის რეკონსტრუქცია და ქართოფონდი იწყებს. ამ რეკონსტრუქციას და ეს თუ მართლა მოხდა იანვრის თვიდან ამოისუნთქებს თეატრი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამორტიზირებულია შენობა და იქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენ უბინაოდ არჩევით აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩვენ ხსნით მცირე სცენას, იქვე ქალაქის ცენტრში პრაქტიკულად ერას მოედანთან, სადაც მედეას ძეგლი დგას და იქ ჩვენ გვექნება მარტში მე ვეპატიჟები სრულიად საქართველოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალი სცენის გახსნაზე, სადაც ჩვენ ვიარსებებ და გვექნება ახალი რეპერტუარი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მარკეტინგულადაც ეს იქნება სწორი სულა და რაღაც სერიოზული სიახლით შეხვდება. ახალი სივრცე მოიცავს ახალ ფორმებს, ახალ შინაარსს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გულწრფელ მადლობას ვუხდი პირადად ბატონ არჩილ ხაბაძეს. ფასდაუდებელია მისი, ასე ვთქვათ, ღვაწლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მან მიიღო ნახევარ საათში. რაც ესე იშვიათია. არა, მე დღემდე გულწრფელად გაკვირვებული ვარ, მაგრამ რომ დავაკვირდე, მივხვდი, რომ ეს ის ხელისუფლებაა, სადაც არგუმენტი ჭრის. ანუ ამბობ და ადეკვატურ პასუხს ხედავ.
და ნუ რა თქმა უნდა ქართულფონზე ლაპარაკი ზედმეტი ან ნახევარზე მეტი საქართველოს თეატრები აშენა და ძალიან ბედნიერი ვიქნებით όλοι ჩვენთაგანი თუ ამ ბედნიერი თეატრების რიცხვს შევერთება ბათუმის თეატრს. რა თქმა უნდა და როგორც შენობებია ისე შემოქმედებით პროდუქტს დადებს ყველა ის თეატრი რომელიც ქართულენიდან და არა შემთხვევაში ჯერჯერობით 100. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. თათია, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება და მე მიხარია რომ ბათუმის თეატრმა რაღაც ახალი სიცოცხლე დაიწყო და აი იმ ძელდიდებას რომელიც ჰქონდა თუნდაც სულკობალაძისგან მოყოლებული და ჩხარტიშვილიდან მოყოლებული აღიდგენს ისევ და დარწმუნებული რომ ეს ასე იქნება. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ჩვენ მარტში ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ახალ სცენაზე და ახალ სპექტაკლებზე ვისაუბრებთ. ჩვენ კი მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.